აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2017 წელს ქალაქ ბათუმში ღია მარტივ ტიპის საჭიდაო არენასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყო არაერთ უცხებას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ისე საქართველოს სინამდვილეში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვინდოდა რომ ეს იდეა არაერთი თაობის ქართული ჭიდაობის, რომელთა ოცნება იყო როგორც ქართკახეთში უკვე არენების და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართულ ამ იდეას პრაქტიკულად ხორცი შეასხადა 42 მუნიციპალიტეტში იმ პერიოდისათვის, როდესაც ჩვენ ამ იდეის რეალიზაციის ასე ვთქვათ, ქმედითი რეალიზაციისთვის ქმედითი საქმიანობა დავიწყეთ. ჩვენ მაშინ იმჟამინდელი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბატონ შარვა გოგოლაძეს ამჟამინდელ მინის შევხვდით და ვთხოვეთ აქტიური მხარდაჭერა ორი მიმართულებით იყო. ერთი იყო რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან ღია მარტივი ტიპის საჭიდაოარენა ქართული ჭიდაობის გადმოტანილი იყო ქალაქ ბათუმში. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყო შესაბამისი ფართის გამონახვა. ან მეორე ვარიანტი იყო უშუალოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკუთარი სახსრებით უზრუნველყო მართლაც აი ამ ლამაზი სანახაობრივად ისეთი ქართული სინამდვილისათვის შესაბამისი ღია მარტივი ტიპის საჭიდაოარენა. ბევრი რო არ გავაგრძელო ამ იდეას, ამ საშვილიშვილო იდეას ხორცი შეესხა 2019 წელს, როდესაც მერიამ გამოაცხადა შენ იდეა ბათუმს, მაშინ ბათუმელების აქტიური მხარდაჭერით ხმის მიცემის პროცედურები ძალიან წარმატებით დამთავრდა, ყველა იყო ჩართული, მაგრამ იდეამ გაიმარჯვა, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო, პანდემიის და სხვა ობიექტური მიზეზების გამო მშენებლობა აღარ გაგრძელებულა და მეორე სიცოცხლე რო იტყვიან ამ მარტივი ტიპის ღია საჭიდაოარენის მეორე სიცოცხლე თავად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ითავა და შთაბერა რო იტყვიან და ჩვენ ბუნებრივია ქართული ჭიდაობის მესვეურები ამით ძალიან გახარებული ვიყავით და მუდმივად ჩვენ ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს და აი ეს ყველაფერი რამოდენიმე თვეში აი ამ მერიის აქტიური და აქვე მე პირდაპირ ვაცხადებ აი ამ პროექტის იდეის ავტორი და შემსრულებელი გახლავთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და დასანანი ის არის რომ ჩვენი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის და იმ თაობების სამი თაობა ვასო გაროზაშვილის შემდგომი თაობები, რომლებსაც ეს იდეა აწუხებდა და ამ იდეის რეალიზაცია აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ შესაბამის ორგანოებთან და უპირველესად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამდე მიიტანა, ფინიშამდე მისული საქმე გამოვიდა, რომ მავანმა აიტაცა ზეიმობს კი საზეიმოა, მაგრამ არა ასე მიკერძოებულად, იცით რა, სპორტულ საზოგადოებას არ შვენის არასოლიდარული და არაკოლეგიალური დამოკიდებულებები საერთო საქმის ამდვი და რაღაცნაირი დოლი და ზურნა შემოკრეს მავარმა თითქოს და პირდაპირ ვამბობ, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ეს არის ფინიშზე მისული საქმის სათავისოდ გამოცხადება მავარის ნარცისი ადამიანების და საკუთარი პირადი მეთი და კანდიდების მანიის შემკრობილებით, ნუ და გვავიწყდება მეგობრებო, ერთმანეთის პატივისცემა საერთო საქმისადმი, აი ოტიას სიბნეს მოვიშველიებ, ნუ ვიცით ქართველებმა მეისვქენი, თუ შენს მეტი არავის დაუნახავს, რა გალაპარაკებსო და თუ სხვამას დაინახა, იმან თქვასო რა და ბოლოს ძალიან გთხოვთ მსგავს ფაქტებს სპორტულ საზოგადოებაში მე გავაკეთე, ეს მე დავასრულოთ, ყველა მხელი დავიკაფიცოთ, ყველა ვაკეთოთ საერთო საქმო, ესარენა ყველასია, ის მოემსახურება ქართულ ჭიდაობაში არა მხოლოდ ასაკობრივ, არამედ ხსოვნის სახელობით ტურნირებს შეიძლება ესარენა საერთაშორისო რომ უცხოელი ვიზიტორები ძალიან დაინტერესებული არიან ქართული საჭიდაო კულტურით, ჩვენი იმ დიდარი ტრადიციებით, რომელიც ქართულ ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და სანახაობრივად
ბათუმისათვის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქისათვის, იქნება ძალიან მიმზიდველი და ლამაზი. და ბოლოს გვიყვარდეს საქმე, მეგობრებო, და არა საკუთარი თავი ამ საქმეში.